სუმო. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო სპორტი. რამოდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში სუმოისტები გვყავს. შემეძლო ეს ფაქტი და მე იგნორებინა და მეორედ აღარასდროს მეფიქრა. მაგრამ ზვიგორის იუთუბერია ეს შანსი რომ არ გამოეყენებინა და სუმოს სწავლა არ ეცადა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საშინლად დაბდური ვარ და შეიძლება დავზიანდე. ამის მიუხედავად პირდაპირ ჭიდაობა გადავწყვიტე. შეიძლება იფიქროთ, ახლა ამას თავი მიქონიაო, მაგრამ ჩემი მოწინააღმდეგე ჩემს ავით დამწყებია. ამიტომ მგონია, რომ ოდნავი შანსი უნდა მქონდეს. სახელი თქვენი გიორგი. რამდენიხანიერას ვარჯიშობ? ერთი დღე. და მე მგონი, რომ თანაბარი ძალები უნდა გქონდეს თუ ერთი დღე ავარჯიშობს, რავი არა? კი ბატონო. თან მე ხო ბარემი მყავს და არაფერი არ უნდა გამიჭირდეს მე ესე ვქო. ანუ არ უნდა გამიჭირდეს რა, მისე ვარ მოსული რომ მგონია რომ დიდი ვაიმე გადამრია სირთულე არ უნდა იყოს. აი, ჰოკეი ძალიან რთული იყო და ამას არაფერი ეგეთი არ ჭირდება რა. რას ფიქრობ მოერავი? კი, იწონით სუსტია ცოტა. შეგიძლია რომ დამპირდე რომ ან დაინდო. შენი იმედი მაქვს ამჯერად მაინც. ამჯერად მაინც. გიორგი მხოლოდ მითხრა მარტო ერთი დღე ავარჯიშობო, ამიტომ არ ვიცი ასეთ თავდაჯერებას რა აძლევს. შეიძლება რამე ისეთია, რაც არ უთქვამს. და ახლა ცუდ რამეს მიპირებს. ესენი თუ დავაშავე წავაგებ? Всё? არ დაგინდობ ისე. ლაპარაკი შეიძლება? კი, ვაიმე. ვაიმე ძალიან დავმარცხდი. იმასო ფაკეო თავიდან თოცხალი ხარ? ბიჭო, სანამ დროა წავიდეთ. გეფიცე მთელი ძალით მოწვევდი. სასტიკად დავმარცხდი. სასტიკად რა? უშანსოდ. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ თავში არ უნდა ამოვარდნოდა და თავიდანვე პატივისცემით დამეწყო. მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. ერთი დღით ვივარჯიშებ. ასე გამოვა, რომ მეც და გიორგისაც თანაბარი ცოდნა გვექნება. და ამის შემდეგ გიორგის მეორედ შევეჯიბრები. და ვნახოთ მის დამარცხებას თუ შეუძლებ. აი გაიცანი ამისთვის კი სუმოს პრინციპები უნდა გავიგო. სუმო ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სპორტი. ის რელიგია და ტრადიციაა. ამიტომ მისი სულის გაგებაც მომიწევს. ჩემი დღევანდელი მენტორი იქნება პაკო. ის საკმაოდ წარმატებული სუმოისტია და უამრავი ჯილდოც აქვს მოპოვებული. ამიტომ წესით კარგად უნდა მასწავლოს და გიორგის დამარცხებაშიც დამეხმაროს. რამოდენიმე ეტაპი უნდა ვისწავლო, რომ გიორგის ცოდნაში დავეწიო. პირველი ეს უზარმაზარი ნაჭერია, რომელსაც მავაში ქვია. გინახავთ ალბათ, რომ ჭიდაობისას მხოლოდ ესაც ვიათ ხოლმე. და მის გაკეთებას თურმე ცოდნა ჭირდება. ეს ხსნით და წინა მხარეს ესე ვიკიდეთ ხელით ისწორებს რა. მე მივდივართ უკან. და იქიდან ვასწორებთ აი შუა მხარეს. აი ესე. ესე. და ესე მოყავს. და მე შემდეგ იწყებს მოძრაობას ესე. იმძრავ. ესე. და ეს გვიჭირავს ყადათ, რომ ან არ გაძვრის, ეს რომ გაგძვრეს წაგება სუმოში. ეს რომ მოგძვრეს წაგება. რომ მოგძვრეს წააგებ, ხო? როგორც ჩანს, სუმოისტები ამ ხამარს დიდ ყურადღებას უთმობენ. თუ მოგძვრება წააგებ ეგრევეო და ამიტომ მე და შოთა ყურადღებით უნდა დავკვირვებოდით. შემდეგ ჩვენით დამოუკიდებლად უნდა ვცადოთ გაკეთება და აუცილებლად კარგად უნდა გამოგვივიდეს. გაგძრება ეგ შანსი არა. კაი, მერე გაჩი. მერე. ჯერ არ გავსვათ ბოლოს. უი რა ხელა.
თორე თუ მომძვრა გიორგის წინააღმდეგ ეგრევე წავაგებ და ყველაფერს აზრი დაეკარგება. ამიტომაც კარგად ვაკვირდებოდით, როგორ აკეთებდა ბაკო მავაშს. იმედი ამ წოდნას გამოვიყენებთ და ნორმალურად გავიკეთებ. და ვიხმარებით იქიდან ამოსვლას. ჯაჯი. ეგ არის. თავიდან ბოლომდე ვნახეთ როგორ კეთდებოდა. და აი ახლა არის დრო, რომ ჩვენით დავიწყოთ გაკეთება. ვიხა მოხსნათ რა და შენ ისაკე. არა მე თვითონ გავიკეთებ. შეთავს ვერ გავაკეთებ. არა, შოთა გამიკეთებს რა, რამდენად კარგად დაიმახსოვრა. და მე შეგვიფასე რამდენად კარგად გავაკეთეთ. ანუ ჩემზე ხარ დამოგიდებული შენ მოიგებ თუ არა. ამის დააშავებ ისე შეგიკრავ წააგო ამაში. აბა შოთა, ბოლო შეგვაფასებენ იცოდები. მოიცა მენას დავიმახსოვრე. ეს უნდა ამოვწიოთ. ხო, ოღონ პატარა თუნა იყოს რა ეს. რაღაც. მე უნდა გადავკეცოთ, ხო ასე. ხო? არავინ არ მეხმარებით. უკვე გადაკეთე. შუაზე ნუ და. ეს ხო გადაკეცილია უკვე კაცო. შენ დავშვიდი. ხო, გადაკეთე. ეს უნდა დარჩეს უკან. მოუჭირეს ნუ. მე უნდა დავტრიალ. შენ უნდა დატრიალ. ასე. სხვათა შორის მავაშს არასდროს რეცხავენ. კი, შეიძლება ეს საზიზღრობად მოგვეჩვენოს, მაგრამ იაპონელებს სჯერათ, რომ ასე მავაშს იღბალს ჩამორეცხავენ, ამიტომ მხოლოდ მზეზე აშრობენ. ეს იქით იყოს და მე და შოთა ნელ-ნელა მივდიოდით დასასრულისკენ. ნახოთ როგორ გავაკეთებთ. თქვენც შეგვიფასეთ დასრულების შემდეგ. ჯერ კარგად შემომიჭირებული. ელა ბიჭო. ხო, ხელი უნდა ჩაყო. ჩაყემიდი. მე ჩაყო. სხვაგან არ მოხვდე. ჩაიძე, მიდი. რასოს ხედა? ეხლა ზევით. просто ეს კუდივით უნდა კონდეს ხო? ჩვენ ასეთი სტილია. ხო ეს არა. პირველი სისთვის 10-დან რამდენი ქულით შევაფასებდით? 6 ან 7-ია. 6 ან 7? ხო. შოთა ნახე. 6 ან 7 კი დამიწერეს, მაგრამ უკეთ დაკვირვების შემდეგ პრობლემები გამოიკვეთა. ეს უკანა მხარე აშკარად არასწორად გავაკეთეთ. ამას შოთაც იძახდა, რომ არ გამოუვიდა. კუდივით უნდა კონდეს ხო? ჩვენ ასეთი სტილია. მე რომ ცუდად გამიკეთა მავაში, თვითონაც დაისაჯა და აი ასეთ დღეში ჩავარდა. რა შეჭირდებოდა შოთას კამერის გაკეთება, ამას მალე გავიგებთ, მაგრამ იქამდე ჩემსას დავუბრუნდეთ. ახლა უნდა გავაკეთოთ. ახლა რა გავაკეთოთ? დაიწია შეფასება? სადამდე? 3-მდე. ამიტომაც მოვიხსენი და ბაკომ უკვე ხარისხიანად გამიკეთა. აი ესე. ერთი ხელი მადგედოს. აჰა. ერთი აქეთ. ბარპირიქით. ახლა ესე ვიფიქსირებ და ჯდება რა. აჯი. კარგად რო არ შეიხსნას, ა? კიდე მე თქვა შეთქოს და ეხმარები. ჩვენიერი. აია. იხდება. მოკრივეები რო ხელთესვანებს იკეთებენ, ეგეთი შეგრძნება აქვს. მოკრივეების რა გითხრათ, მაგრამ მავაშის გაკეთების ეტაპი გადავლახეთ. ახლა უკვე წესებს უნდა გავეცნო. არ მეგონა, მაგრამ თურმე სუმოში დარტყმა შეიძლება. ია თავის პალჭი დაობა, ხელი დარტყმათ შეიძლება. ოღონდ არა, ეგრე არა. კედიდან უნდა წამოვიდეს ხელი. და კამნის ქვემოთ არ უნდა დაარტყა. გიორგისგან ასეთი დარტყმა რომ იმეღო, დამერწმუნეთ რომ დავზიანდებოდი. ამიტომაც ამისგან რომ თავი აგვერიდებინა, უნდა გავხურებულიყავით. კიდევ რა წესები ვიცით სუმოზე. კამერი თუ შეგეხსნება, წააგებ. მეორე ყველაზე მარტივი, თუ ამ წრიდან გადავარდი, წააგებ. და ბოლო ყველაზე საინტერესო რაც ვისწავლე არის ის, რომ თუ ფეხის გარდა სხვა სხეულის ნაწილი შეეხები ძირს, მაშინაც წააგებ. მოგოს ვერ გავუკეთებ. ხელი დაახლა. ეს ხო შეიძლება. გავწილოთ შპაკატები ხა ის შეგიძლია შპაკატი? შპაკატი შემიძლია. всё. აი ესია. ჯოს. სულ ეს არის ჩემი მაქსიმუმი.
გავხურდით. ამიტომ ახლა შეგვიძლია მშვიდად გადავიდეთ ვარჯიშებზე. შოთამ მავაში იმისთვის გაიკეთა, რომ ჩემი ვარჯიშის შემდეგ დავეტესტე და გაეგო, რამდენად მზად ვიყავი გიორგისთვის. ვარჯიშს რომ დავასრულებ, შოთასაც შევერკინები, მაგრამ იქამდე წესებიც და ილეთებიც კარგად უნდა მესწავლა. წესების გაგების შემდეგ, რაც მივხვდი, ისაა, რომ ჭიდაობისას სუმოისტის მთავარი მიზანი ისაა, რომ მოწინააღმდეგეს წონასწორობა დააკარგვინოს და წააქციოს. ამიტომ ბაკომ გადაწყვიტა ჯერ ესწავლებინა როგორ ვიდგე მე მყარად ფეხზე რომ წონასწორობა არ დავკარგო და ამის შემდეგ მასწავლის როგორ დავაკარგვინო მოწინააღმდეგეს წონასწორობა. დავიწყოთ შკოვები რა, ეს არის სუმოისტის შემადგენელი, აი ყველაზე მაგარი ვარჯიში. ბალანსისთვის, ფეხის სიძლიერისთვის, წელისთვის. ვჯდებით. მეორე ფეხის მიგო ფეხთან. ესე? წევთ. და ვიჯდებით კიდე. ესე რა? ხო, აი ეს კარგად რა, აი ხო გძნობ რო? როგორ იყო ერთი ესე? მომაკ. ორი დავდგე. სწორი შეჯიქი აი ეს. ეს ხელის მიშლის. დიდი ალბათობით ეკრანის უკან ზიხართ და დამცინით. აბა თქვენით წადეთ და მიხვდებით რომ არც ეგეთი მარტივი არაა როგორიც ჩანს. ბიჭო, შორიდან რა მარტივი ჩანს, ფეხზე უბრალოდ ჰაერში, მაგრამ მეთქი. ამასობაში ჩვენ უკვე მეორე ვარჯიშზე უნდა გადავიდეთ, სიარული რა, და მოწინააღმდეგის გადაყვანა. მოწინააღმდეგის გარეშე ოღონდ. რომელიც ჩემთვის ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. ეს არა უცე, ვასრია. შემაფასეთ მაშინ როგორი ვიქნები რა. ფეხი პროსტა არ აწია. ასრია. აი. ახლა ფეხს უწევ. აი ფეხი კარგად დადგი რა, იმინა ჯანია დადგი. ხო? ეგრე. ხელები ცოტა შიგნია. კედიდან წავიდე დარტყმა. რამდენ ქულას ამიწერეთ? 10-დან? 800. სიმართლე კაცო. სიმართლეს გეუბნები, ხო. 2 ქული. ფეხზე მყარად დგომის ვარჯიშები გავაკეთე. თქვენით შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად მეყოფა ჯერ შოთას, შემდეგ კი გიორგის დასამარცხებლად. მაგრამ ახლა ბევრად უფრო ბრუტალურზე უნდა გადავიდეთ. ჩავალთ, ხელებს დავდებთ, საჭიდაოთ და ესე რა? ხო. დაბლიდან დაიწყე, აი სუმოს ჭიდაობა როგორც იწყება. ხელები და ორივე. დაარტყი, მიდი ჩაოლებრე დაარტყი რა. და ორგან მთელი ძალით აგარტყა? ხო. იგი არ არის პრობლემა, ეს ყველაფერი მიშვეული. ხელი არ იტკიო შენ პროსტა. ესე რა? ოღონ მაგრა. არა, ჯერ უბრალოდ ვაჩვენე. ერთი წუთი ჯერ ნუ დამცინი. ავი. მია, და თუ ის ცოტა ის. მიდი, უიმაშვები რა და მაგა დაიყვა. ავი. აი, მია ყოლ ეგრე რა. აი, სკა. ოიმე. აუტო განიცი, რავი, მოიცი. ვიკია, დასახე მიიღე რომ მებრძოლის სახე მიიღე. ავიდა. მია. აი ეგრე. ბოლოში მინა 10-დანაც დაგიწერდი ბებია. რა, ის სიმართლეს ის გეუბნება ხოლმე. ვა. და როგორც დამწყებისთვის არა. კი, როგორც დამწყებლის მაშინ 7 პროფესიონალისთვის. არ ვიცი ვინ შეიძლება ეს შეფასება დაიჯეროს. თქვენი დამიწერეთ. ახლა კი გადავდივართ ბოლო ვარჯიშზე. ამის შემდეგ უკვე გიორგის შევეჯიბრები და იმის მიუხედავად რომ დასაწყისში საშინლად დავმარცხდი, ახლა შევეცდები რომ გავიმარჯვო. ბოლო ვარჯიში ოდნავ ნიჭიერი აღმოუჩნდი. ჩემ ერთ-ერთ ხო ვისწავლე. ეხლა უნდა ვისწავლოთ, რა ქვია მაგას? ეხლა მავაში ჭიდაობა, კამრი ჭიდაობა რა. აი ხა დააკვირდი თავს საწაიღებს და ხელებს როგორ შეიტანს აქ. ანუ კამარს რო აიღებ ადამიანს რა. ეს იგი კამარი, უკვე თავით რო აწევ, ის გადადეხილი კაცი. ხო, ოქს ვეღარ შეინარჩუნო წონასწორობას. ხელი ხო გიჭირავს და თავი ეს და აი თავით წევი მოიცა. აი. კამარს უღებ, თავს. აი ეგ არის. ერაბიმას კამრის მოჭიდავე ყოფილა. როგორი იყო? რამდენი ქულა? 9. მეც მინა კი აქ გასწავს უგზენი ყველა მე მაიცაც დაუწერდი. შენ ყოფილა მავაში ჭიდაობა კამრი.
გონიას ყველაზე კარგად გამომივიდა. ამის შემდეგ ვისწავლე სუმოს მისალმება. ამას ვაჩვენეთ, რომ იარაღის გარეშე ვძოლობთ. აქ мотиваციას ვიქნით რა და ეს თვალებში სწორებ ჩვენ მოწინააღმდეგეს. რაც ვიდეოს დასაწყისში არც ისე კარგად გამომივიდა. სუმოისტები ბრძოლის წინ რიტუალებს ასრულებენ. რათა შინტოს ტრადიციის მიხედვით გაწმინდონ არენა და საკუთარი სხეული ბოროტი სულებისგან. პატივისცენ ღმერთებს და მოწინააღმდეგეებს დაუმტკიცონ, რომ პატიოსანი ბრძოლისთვის არიან მზად. ამის შემდეგ ბაკოსთანაც ვივარჯიშე. ვცდილობთ, რომ ცოტა უკან წამოვიდეთ, ესე. და ეს ხელი ჩაუტანოთ იღლიაში გავშალოთ. ხელი უნდა გავაშვებიეთ. აქ ვცდილობთ კამარი გავუღოთ. ესეც შეგვიძლია ეკიდან ჩავაგლეჯინო, ესე. და ანუ ჩაგლეჯე კიდე ეს შეგვიძლია თავი ჩამოიტანე. ეს ხო, ეკიდან და ცოტა ეს გავიწიოთ რა. ხო, ანუ ეს ეხლა მე ვარ რეალურად უპირატესობაში თუ ესე დავიჭირე, ხო? ეს თუ გიჭირავს შენ ხარ ძალიან მაგარ უპირატესობაში და უნდა ჩაკეტო ესე იღლიე. რომ მე ხელი ვერ შემოგიტანო. ეს. ხო, აი. რო შემოგიტანო, ვიღაც გაშვებინე. ხო, მე უნდა ვიჩარიჩო რაღაცები. და შოთასაც დავუპირისპირდი. იმასო. აკეო, წავიდა. ეცა. აქ გამარჯვებამ თავდაჯერება შემმატა. დავფიქრდი, რომ შესაძლოა გამემარჯვა გიორგის წინააღმდეგ. ჩემი გეგმა ზუსტად ისეთი იყო, როგორც შოთას დამარცხება შეუძლი. როცა მომაწვებოდა, ოდნავ გვერდზე გავიწეოდი და წავაქცევდი. ვცდილობთ, რომ ცოტა უკან წამოვიდეთ, ესე. და ეს ხელი ჩაუტანოთ იღლიაში გავშალოთ. ხელი უნდა გავაშვებიეთ. აი, გაიცანი. ნელა, ჩემი, აი. აუ. ჩემთან გეჭიდაო ისე. დავმარცხდი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ტყუილად ვიწვალე, მაგრამ გონი აქ გამარჯვება არ იქნებოდა მთავარი მიღწევა. ჩემი აზრით მთავარი მიღწევა ისაა, რომ დღეს რაღაც ახალი ვცადე. ახალი ადამიანები გავიცანი და რაც მთავარია გავერთე. ბოლოს მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბარემ რაღაც საინტერესო ვცადე. She had not been 2 weeks from shore when down on her a right whale bore. The captain called all hands and swore he'd take that whale in tow.